Ბრუნდებით დღის მთავარ თემას საქართველოში აღკვეთილ ტერორისტულ აქტს, რომელსაც პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქციები და შეფასებები მოჰყვა. მმართველი პარტიის პოზიციით ჩვენი სტუმარი იქნება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი. ჩვენ პირველ რიგში ჩავთავთ სწორედ გიორგი კანდელაკს პირდაპირ ეთერში. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. დავიწყოთ ჯერ თვითონ ფაქტის შეფასებით. რამდენად დამაჯერებელია ის ოფიციალური ვერსია, რომელიც დღეს დილით სახელმწიფო უსაფრთხო სამსახურმა გავრცელა. მოგესალმებით. საზოგადოებამ ჩვენს ძალიან ცოტან რამ ვიცით სუსის მიერ გავრცელებულ ამ ამბავზე, არ ვიცით არც დეტალები, არც შესაძლო მოტივი ამ დანაშაულის. არ ვიცით საერთოდ შეიძლება თუ არა ეს სარწმუნო იყოს თუ არის ფაბრიკაცია სუსის. ერთადერთი რამ რაც ვიცით არის დღეს გავრცელებული, ანუ შეიძლება შეთხზული ამბავი ხომ არ არის, არც ეს არ ვიცით. ერთადერთი რაც ვიცით არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტალის აქვს სერიოზული დაზიანებები მიყენებული, რაც კითხვებს აჩენს. ზოგადად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეპუტაცია, რომელსაც მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი ხელმძღვანელობს, არის ძალიან დაბალი. და ზოგადად ქართული ოცნების რეპუტაცია ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, ისევ როგორც ყველა სხვა სფეროში, იქნება ეს ეკონომიკის სფერო, იქნება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის და ზოგადად ეკონომიკური უკუსლის სფერო, ამ სფეროშიც ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არის საკმაოდ დაბალი, იმიტომ რომ ამ 4 წლის მანძილზე, მათ შორის სულ მცირე ხნის წინ ქართულმა ოცნებამ გადადგა არაერთი და არაორი ჩვენთვის საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილი ნაბიჯები, რამაც კონსენსუსია პრინციპში ჩვენთან რომ მიაყენა დიდი ზიანი ჩვენ ეროვნულ უსაფრთხოებას. ავიწყებთ რუსეთის ჯაშუშების გმირებად გამოცხადება და პატიმრებად გამოცხადება და გათავისუფლებიდან სულ მცირე ხნის წინ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში სამშობლოს ღალატში მსჯავრდებული პირის ტრისტან წითელაშვილის სრულიად საიდუმლო სტატუსის მქონე ობიექტზე დაშვებაზე, იგივე თუ გავიხსენებთ მაგალითად ბატონი კვიციანი, რომელიც ასევე რუსეთის ტერიტორიაზე იმალებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში და იარაღით ხელში გამოვიდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ისიც დააბრუნეს და გმირად გამოაცხადეს და დღეს ის თავისუფლად ოპერირებს. ზოგადად პრორუსული ძალების აღზევებას თუ გავიხსენებთ, ასევე თუ გავიხსენებთ მაგალითად და ეს საერთაშორისო დადასტურებული ფაქტია ევროსაბჭოს მიერ, რომ საქართველოში პრორუსული პროპაგანდა ის მედია საშუალებები, რომლებიც ღია პროპაგანდას ეწევიან ოკუპანტის სახელმწიფოს სასარგებლოდ, ფინანსდება საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითად ის, რომ იგივე სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე, კონდაზვერის უფროსი ბატონი მჭედლიშვილი, მირიამ მჭედლიშვილი, მე წარმოვადგინე, ჩვენ წარმოვადგინეთ მტკიცებულებები, რომ მუშაობდა საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურში, კგბ-ში და დღეს უბრალოდ კომუნისტური პარტიის აგიტაცია პროპაგანდის განყოფილებაში, რაც კგბ-ს ნომენკლატურა იყო და დღეს უდიდესი ალბათობით მუშაობს ოკუპანტ სახელმწიფოზე. მეტი რა გაგინდათ? მეტი რა გაგინდათ, როცა ვერსიას, ოფიციალურ ვერსიას რომ მიუბრუნდეთ დღეს ოფიციალურ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად გარკვეული მტკიცებულებები ყოველ შემთხვევაში ერთი ნაწილი გამოქვეყნდა. მაგალითად, გრაფიკული გამოსახულება გასედენის მილის იმ ნაწილები, სადაც იგეგმებოდა აფეთქებები, ასევე პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებული რუქა, ერთ-ერთი დაკავებული პერსონალურ კომპიუტერს გულისხმობ, ასევე ერთ-ერთი დაკავებული სახლობელი, რომელიც აცხადებს, რომ ერთ-ერთი ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და ტერორისტული აქტის მზადებას. ძალიან ბუნდოვანია მე შემიძლია არ არის დამაჯერებელი. მე შემიძლია თქვა ის რაც ჩემთვის არის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის ძალიან ნათელი, ეს ძალიან ბუნდოვანი ამბავი არის და ის რომ სუსის და ზოგადად ამჟამინდელი მთავრობის რეპუტაცია არის ძალიან შელახული. კონდაზვერის უფროსზე მოგახსენებდით, როცა ჩვენ წარმოვადგინეთ მტკიცებულებები, რომ ეს ადამიანი, ანუ ადამიანი, რომელიც უნდა იდგეს სადარაჯოზე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა, ეს ადამიანი მუშაობდა კგბ-ზე და დღეს დიდი ალბათობით მუშაობს ოკუპანტ სახელმწიფოზე პირდაპირ, მეტი შელახვა ეროვნული უსაფრთხოებისა, მე ვერ წარმოვიდგენია პირადად. მაგრამ დასახელებული არგუმენტები გამორიცხავს აი ამ ფაქტის რეალობას. ჩემი სკეპსისის საფუძვლებს მოგახსენებთ. სუსმა გაავრცელა წერილობითი განცხადება, შეგიძლიათ ჩემს შემდეგ გამოსვლას ბატონ სესიაშვილს კითხოთ, რატომ არის კგბ-ს ყოფილი თანამშრომელი კონდაზვერის უფროსი საქართველოში, რომელმაც ჩაატარა ეს ოპერაცია, ვითომ და, ხო? და სუსმა გაავრცელა წერილობითი განცხადება, სადაც სუს არ უარუყია, რომ ბატონი მჭედლიშვილი მუშაობდა საბჭოთა კავშირის კგბ-ში, ხო? მეტი რა გაგინდათ? აი, თუნდაც იგივე შეგიძლიათ კითხოთ ბატონ სესიაშვილს მაგალითად, რატომ აფინანსებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი პრორუსულ მედია საშუალებებს, რაც დადასტურებულია ევროსაბჭოს რასიზმის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ კომისიის. სულიად სხვა თემაზე გადავდივართ ჩვენ. მე მინდა კონკრეტულად დღევანდელ ფაქტს მივუბრუნდეთ. მე ჩამოვთვალე, არა, ყველაფერს აქვს
მოგეხსენება თავისი კონტექსტი ყველა მოვლენას და მეც ამ ფართე კონტექსტში განვიხილავ დღევანდელ ფაქტს და მე ჩამოთვალე უბრალოდ ის ნაბიჯები არასრული სამწუხაროდ არასრული ნუსხა იმ ნაბიჯებისა, რაც გადადგა დღევანდელმა მთავრობამ, მათ შორის ამ ეგრეთ წოდებულმა სუსმა, რომელიც სინამდვილეში პოლიტიკური პოლიციაა, რამაც მიაყენა ძალიან ადვილად ხილვადი და ადვილად დასანახი ზიანი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. თუნდაც იგივე მაგალითად გუნდის ბატონო გიორგი ვერსია პოლიტიკური სარჩული აქვს იმ ინფორმაციას, რომელიც დღეს ჩვენ მე მოგახსენეთ რომ ერთმნიშვნელოვანი დასკვრის საფუძველს ეს ინფორმაცია რაც ხელმისაწვდომია არ იძლევა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა რამ ვიცით ამ ამბის შესახებ. ერთადერთი იმის გამო რომ შელახულია სუსის რეპუტაცია ძალიან დაბალია ამჟამინდელი მთავრობის რეპუტაცია, რადგან ამჟამინდელი მთავრობა ზოგადად არ იცავს ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, თუნდაც იგივე თუ გავიხსენებთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საერთაშორისო პოლიტიკური დღესასრიგიდან, დასავლეთ რუსეთის პოლიტიკური დღესასრიგიდან მოხსნა, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, იმიტომ რომ მათ საარჩევნო პროგრამაში ეწერათ, რომ დასავლეთ რუსეთის დაპირისპირების საგანი არ უნდა იყოსო, ხო? ესეც ახლა როგორ შეიძლება რომ ვინმე თქვას რომ ეს არის სასარგებლო ჩვენთვის, როცა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე არ განიხილავენ. როგორი არის ჩვენი პოზიცია? თქვენ მკითხეთ, ჩვენი პოზიცია არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ჩვენი პოზიცია არის ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესი, ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ კგბ-ს თანამშრომლები, საქართველოს შეერაღებული ძალების სრულიად საიდუმლო ობიექტებზე არ უნდა იქნენ დაშვებული პირები. მე დღევანდელ ფაქტზე მიკითხები და იმ ვერსიაზე და იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც წარმოადგენდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ძნელია საუბარი სერიოზულად. ერთ დეტალზე მინდა გამომახვილო ბატონო გიორგი ყურადღება. დღეს დასახელებული იყო კონკრეტული ქვეყანაც, საიდანაც შეიძლებოდა რომ იმართებოდა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი, თუმცა სულში განმარტავს რომ მათ ჯერ ისევ არ აქვს დადგენილი ეს გარემოება იმართებოდნენ თუ არა იმ ქვეყნიდან, რომელიც დღეს დასახელდა. გულისხმობ უკრაინას. დღეს კონკრეტულად დასახელდა კიდეც რომ ერთ-ერთი ბრალდებული პირი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაშიც, ამიტომ ექსპერტების ერთი ნაწილის მხრიდან გაჩნდა გარკვეული ეჭვი და გაკეთდა მინიშნებებიც, ხომ არ მიდის გარკვეული კვალი ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან, იმ გუნდთან, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ და იმ გუნდთან, რომლის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი საქმიანობს სწორედ უკრაინაში. ესეც იძლევა ეჭვის და სკეპსისის საფუძველს. უკრაინა არის საქართველოს მეგობარი სახელმწიფო, ასე წერია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში. ქართულ ოცნებას ეს კონცეფცია არ გადაუკეთებია, ჩვენ უკრაინას და საქართველოს ყავს საერთო მეზობელი, რომელიც არ აღიარებს არც ჩვენი და არც უკრაინის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. უკრაინის და საქართველოს სახელმწიფოების ინტერესები არის სრულ თანხმობაში და სხვათა შორის იგივე აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქალბატონმა ხიდაშელმა. ანუ სახეზე არის საქმიანობა ამჟამინდელი მთავრობისა, რომელიც არის არათუ ეწინააღმდეგობა, არის უბრალოდ საპირისპირო არის იმისა, რაც არის საქართველოს ინტერესები. ანუ რა მივიღეთ ჩვენ ქართული ოცნების საქმიანობის 4 წლის თავზე? მივიღეთ გარდა იმისა, რომ ბატონმა ივანიშვილმა გააღარიბა ჩვენი ხალხი, გარდა იმისა, რომ ჩვენი ხალხის ცხოვრება გახდა ბევრად უფრო უარესი, გარდა იმისა, რომ არ განახევრდა ტარიფები, არ ამუშავდა 100 ქარხანა, რა ვიცი რა, რომელი ერთი ჩამოთვალო, გარდა ამ ყველაფრისა მივიღეთ რეალურად უკან წასული ეროვნული უსაფრთხოების სისტემა და ესე ვთქვათ, ჩამოშლის პირას მდგომი ინსტიტუტები, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. მე მინდა ვკითხო ბატონ სესიაშვილს და იმედი მაქვს, რომ ამ კითხვას დავუსვამთ, იქნებ დაგვისახელოს მთელი ამ წლების განმავლობაში რამდენი აგენტი ოკუპანტის სახელმწიფოზე გაანეიტრალა აი ამ ეგრეთ წოდებულმა სუსმა, როცა ჩვენ მაგალითად ამერიკაში აპატიმრებენ რუსეთის აგენტებს და დივერსიული საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს, გერმანიაში რამდენიმე თვის წინ დააპატიმრეს, დიდ ბრიტანეთში, იგივე უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში, ესტონეთში იყო სულ მცირე ხნის წინ. ეხლა ცნობილია, რომ რუსეთი არის დაკავებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ საქმიანობით. რამდენადაც მე ვიცი, არც ერთი, იმიტომ რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობა, რაც არის ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესი, ოკუპანტის სახელმწიფოს აგენტების და გავლენის აგენტების წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ფაქტიურად შეწყვეტილია. ამაზე მეტი ღალატი და რუსეთის, ესე იგი, სამშობლოს ღალატისთვის მსჯავრდებული ადამიანების სრულიად საიდუმლო ობიექტზე შეშვება და ამ ადამიანებისთვის გადაღების უფლების მიცემა. ამაზე მეტი ჩამოშლა რა გინდათ, მაგრამ ეს ყველაფერი ცხადია შეჩერდება 8 ოქტომბერს, როცა ბიზინა ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება არჩევნებში და ჩვენ ამ დაკარგულ წლებს ავანაზღაურებთ პრაგმატული პოლიტიკით და ჩვენ ქვეყანას ავიყვანთ წინ ყოველგვარი შურიზიების გარეშე. მე ეს მინდა ხაზგასმით. უკრაინაში მებრძოლმა ერთ-ერთმა ქართულმა სამხედრომ გაავრცელა ასევე სოციალური ქსელით ინფორმაცია, რომ მართლაც არსებობდა გარკვეული კავშირი ორ ბრალდებულსა და მას შორის და რომ გარკვეულწილად დროშებს უგზავნიდნენ, ეხმარებოდნენ იქ დაღუპულთა ოჯახის წევრებსაც. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი დაკავებული
გამოვებული სახლობელიც ასევე ადასტურებს გარკვეულ კავშირებს უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ერთ-ერთ ბრალდებულ შორის. თქვენ გამორიცხავთ მართლაც რომ ასეთი კავშირები არსებობდა დღეს დაკავებულ პირებსა და თქმა იმისა რომ ეხლა უკრაინაში არ არის ერთგვაროვანი სიტუაცია, რომ თქვა იმისა, რომ უკრაინა დაინტერესებულია რაღაც ტერაქტების მოწყობით საქართველოს ტერიტორიაზე, ეს როგორც მინიმუმ არის არასერიოზული და რეალურად არის მომართული ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. უკრაინა არის საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, ასე წერია ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, ყველა ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტებში. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები. მაგრამ აქ არ არის ქვეყანაზე. ამაზე არის საუბარი. აქ საუბარი არის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ყოფნაზე, ბატონო გიორგი. მეც ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ძალიან მცირე რამ არის ჩვენთვის ცნობილი და სუსის რეპუტაცია არის ნულს ქვემოთ. ბატონო გიორგი, თქვენ ახსენეთ გარკვეული პოლიტიკური მოტივების და ასე შემდეგ და მე ბოლო ორ კითხვას მე არ მიხსენებია პოლიტიკური მოტივები. ერთ-ერთი ბატონო გიორგი, არასწორ ციტირებას მოახდენ ძალიან პოლიტიკური მოტივები არ მიხსენებია. მე ვისაუბრე კონტექსტზე, მე ვისაუბრე იმაზე, რომ დღეს გადადგა არაერთი ნაბიჯი ივანიშვილის მთავრობამ, რაც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ეროვნულ უსაფრთხოებას. მე ვისაუბრე იმაზე, რომ ამის გარდა ეკონომიკურადაც უკან დახია ივანიშვილმა ქვეყანა და მე ვისაუბრე იმაზე, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი 8 ოქტომბერს, როცა ყოველგვარი შურიზიების გარეშე ეკონომიკურ აღმავლობასაც დავიწყებთ, შურიზიების გარეშე დავამარცხებთ ჩვენს ოპონენტებს და საქართველოს წავიყვანთ წინ. მე მინდა ამაზე ვისაუბრე მე პოლიტიკურ რომელიც გაიხსენეს ასევე უსაფრთხოების სფეროზე მომუშავე სპეციალისტების ერთმა ნაწილმაც თქვენი პარტიის მმართველობის პერიოდში, როდესაც სწორედ ტერორისტული აქტების აღკვეთის ფაქტზე დააკავეს რამდენიმე პირი, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იგივე მეცახელად კოჭოია საქმეები და ასე შემდეგ. მე შეგახსენებთ, რომ ტერორისტული აქტები მოხდა, მაშინ ტერორისტული აქტები მოხდა. თუმცა მითითებული პირების შემდეგ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ტერორისტული აქტები მაშინ მოხდა ამერიკის საელჩოსთან მოხდა აფეთქება, გორში მოხდა აფეთქება. ამბობდნენ, რომ ხელისუფლება პოლიტიკური მოტივით აკავებდა, მაგრამ რომ რეალურად არანაირ ტერორისტული აქტის მზადებას არ ქონია ადგილი. აი ახლა უკვე მე მგონი ვინც ეს ინფორმაცია მოგაწოდათ, კარგად უნდა გადაემოწმებინა ფაქტები, იმიტომ რომ იმ წლებში 2009-10 წლებში ტერორისტული აქტები საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა, მათ შორის ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე გადააგდეს. არა, ფაქტს უარყოფდნენ და პოლიტიკურ უარყოფდნენ როგორ ახლა დაიჭირეს ფაქტზე ადამიანები, ამბობდნენ, რომ ზეწოლისა და ცემის შედეგად იყო ის ჩვენებები მოპოვებული. ტერორისტული აქტები მოხდა, ხო? მოხდა ამერიკის საელჩოს წინააღმდეგ, გორში მოხდა ტერორისტული აქტები, ელექტროგადამცემ ხაზებზე, რკინიგზაზე საქართველოს წინააღმდეგ მომართული ტერორისტული აქტები. გახსოვთ, რომ გამოქვეყნდა სატელეფონო ზარები, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი იყო ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, მისი გვარიც მახსოვს ბორისოვი, არაერთი კონკრეტული მტკიცებულება გამოქვეყნდა, როგორ ცდილობდა ოკუპანტის სახელმწიფო ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოშლას ფაქტურად და ტერაქტების მოწყობას. 2005 წელსაც მოხდა ტერორისტული აქტი გორის პოლიციასთან, ადამიანები დაიღუპნენ მაშინ, ხო? რატომღაც სუს ავიწყდება ეს ყველაფერი და რაღაც ორიენტირების აღრევას ცდილობენ, ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ჩვენი ქვეყნის მტერი არის რუსეთის ფედერაცია, რომელსაც აქვს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული და რომელსაც გამოყრილი ყავს 500,000 ადამიანი საკუთარი სახლები და რომელიც არ აღიარებს საქართველოს არც სუვერენიტეტს და არც ტერიტორიულ მთლიანობას და არც დამოუკიდებლობას. ეს არის რეალობა და ეს არის მთავარი და ახლა უკრაინის გამოცხადება მტრად, რა ვიცი, ერთადერთი ძალა ვისაც ეს აწყობს, ეს არის რუსეთის ფედერაცია. ასე გამოდის. მაშინ თუ ეს ასე არ არის, თუ ეს ასე არ არის, მაშინ მთელი ამ ხნის განმავლობაში რატომ არც ერთხელ არ ჩასულა უკრაინაში? მანამდეც კი, სანამ იანუკოვიჩი იყო პრეზიდენტი, არც ერთხელ არ ჩასულა უკრაინაში, არც ოფიციალურ ვიზიტით, არც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, არც ერთხელ არ ჩასულა. მაშინ როცა გარდა იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორია უკრაინა, აი იქნებ კითხოთ. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, შეიძლება ოფიციალურ განცხადებებში. თქვენ ბუნებრივად გეჩვენებათ, თუ შეიძლება წინადადება დამასრულებინეთ. თქვენ ბუნებრივად გეჩვენებათ ესეთი სიტუაცია, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან 4 წლის განმავლობაში არც საგარეო მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი არც ერთხელ ჩარჩავიდეს ვიზიტით? ეს აი კითხეთ ბატონ სესიაშვილს, ეს ნორმალური არის თუ არ არის? და მოკლედ რომ მიპასუხოთ, ზოგადად მსოფლიოში გაზრდილი ტერორიზმის მზარდი საფრთხების ფონზე, როგორ ვფიქრობთ, რამდენად გასააქტიურებელია პრევენციული ზომები საქართველოში შესაბამისი უწყებების მხრიდან? პრევენციული ზომები ცხადია, გასააქტიურებელია, ცხადია კონტრდაზვერვითი საქმიანობაც და პირველ რიგში ოკუპანტის სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გასააქტიურებელი. თანამშრომლობა ჩვენს მრავალ სტრატეგიულ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან, ნატოსთან არის პრინციპულესი მნიშვნელობის და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მთავრობა მას აკეთებს, თუმცა რა თქმა უნდა, გამომდინარე იმ ნაბიჯებიდან, რაც მე ჩამოვთვალე, იგივე ბატონი წითელაშვილის ამბავი, პრორუსული პროპაგანდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება,
და სხვა ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯები ძალიან ვერ ვიქნებით ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ დიდი იმედი მაქვს, რომ მუშაობა მაინც მიმდინარეობს და ამ მიმართულებითაც ისევ როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის მიმართულებით, პენსიის დასთან მიმართებაში თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით სიტუაცია კარდინალურად შემოტრიალდება 8 ოქტომბრის შემდეგ. მადლობთ გიორგი კანდელაკი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.